მოგატყუე დღეს არანაირი ინტერვიუ არ შედგება. ესე იგი შენ დიდად ხარ ინფორმირებული რაღაცეებზე, მაგიტომ რამოდენიმეჯერ ერთი და იგივეზე ჩამაჭირე. როდის მოგყავს ცოლი? გავემზადე სმოკინგი რაღაცა ესე. კაცი არ ხარ? ისეთი გოგო არ შეიყვარო, რომ მევჯობდეო რა. რა ჯდება შენი ერთთვიანი ცხოვრება ნიუ-იორკში? დილა რომელიც დაიწყო სენატორებთან შეხვედრით, საღამო დასრულდა ასეც. სწორ დროს და სწორ ადგილას, როდის და სად მოხვდი? ზოგჯერ თქმითაც დაშავდებისო. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით რის ღმერთი იქნებოდი? ეს შენი გადაცემა აქ წესებს შენ ადგენ. არა, პრინციპში ამ გადაცემაში წესები არ არსებობს. უწესო გადაცემა. შენი კლონი რო შექმნან, მოგაბარო ნახსაზრდელად. არ ვიცი, ეს კითხვები შენ საიდან გაქვს, მაგრამ ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. ამერიკაში მუშაობ ტაქსისტად. რამდენი დიპლომი გაქვს? ზარეული შეფია, ჩემი შეფია. შენ ვიცი ახლა მაგას რატომაც მეკითხები, ზუსტად ვიცი იმ შტაბეჭდილებას. კი, თუ იმას გულისხმობ, რომ მომიკლავს თუ არა, კი, მარტო არ ვარ, იცი? ესო მარტო არ არისო, ხო. ცოტათი მამაციც კი ვარ რა. მთელი წელი ინდურ სერიალს უყურებდი. უნდა დავბრუნდე ჩემ ქვეყანაში. თეთრი კეტების ქვემოთ ჩვენი ფესვები მაინც გეძახის. უეჭველი ქართველი გურო ყიფშიძე. გამარჯობა, თქვენ უყურებთ გადაცემას უეჭველი ქართველია. მე მისი ავტორი და წამყვანი ალექსი მეგრელიშვილი ვარ და შევეცდები რომ შემდეგი ნახევარი საათი თქვენთვის იყოს ამ არხის ყურება საინტერესო. დღესაც ისევე როგორც ყოველთვის, რა თქმა უნდა, ჩემი გადაცემის სტუმარი არის უეჭველი ქართველი. გურო ყიფშიძე არის დღეს ჩემთან სტუმრად. მოგესალმები გურო, როგორ ხარ? გულწრფელი პასუხი არის სტაბილურად. ხო, სტაბილურობას ვინარჩუნებთ ნებისმიერ გარემოსა და სიტუაციის შესაბამისად და მართლა ღმერთს მადლობა კარგად. შენს გადაცემაში ხელცარიელი არ მოსულ ვარ. მე ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ დიდ გიგანტ ქვეყანაში, ამ შენი ქვეყნის მეგობარ ქვეყანაში, აი ეს მცირედი საჩუქარი, რომელიც შენი ქვეყნის დესპანის წარმომადგენლობას ასახავს თვალთახედვაში, მინდა რომ გადმოიცი. და მაგარია. მოდი შენ რო გამიკეთე მაშინ საქართველოს და ამერიკის დროშა. ხო, შენ ხარ ჩვენი ქვეყნის დესპანი. ხო, მიხდა. კი, აბა რა, ყველა ქართველს მოუხდება. აბა რა, მადლობა დიდი საჩუქრისთვის. მინდა გითხრა რომ მოგატყუე დღეს არანაირი ინტერვიუ არ შედგება და დავუკავშირდი შენს მეგობრებს, ახლო ადამიანებს და ერთადერთი კითხვით მოვედი. ისინი გისვამენ ამ კითხვას და მოდი გამოიჭირეო გუროო და კითხეო. როდის მოგყავს ცოლი? ეს ჩემს მეგობრებს კითხე თუ დედას კითხე და დედა საინტერესოს ერთად. ხო, როდის არ ვიცი, თუმცა ალბათ მაშინ როდესაც ამას გული მეტყვის, რომ ესაა და მაშინ შევეცდები მოვიყვანო დღის წესრიგში ეგ საკითხი. ქონია თუ არა მომენტი, როცა გულმა გითხრა, დააპირე, მაგრამ რაღაც მოხდა და გადაიფიქრე. კი, იყო მსგავსი შემთხვევა იყო, კი, ჩემს ცხოვრებაში, კი. კი ბატონო. კაი, მოდი ეს ხუმრობა იქით იყოს, რა თქმა უნდა ეს არის ხუმრობა და დავიწყოთ ინტერვიუ. ოკეი. გაიცანი მაყურებელს, სანამ უშუალოდ ინტერვიუზე გადავალთ, ვინ ხარ, ვინ არის გურო ყიფშიძე, საიდან ხარ, სადაური ქართველი ხარ და როგორ მოხდი აქ? დავიბადე საქართველოში, შიდა ქართლში, კერძოდ ქარელის რაიონში. შემდგომი წლები გავიზარდე თბილისში, განათლება შესაბამისად იქ მივიღე, მეგობრების უამრავი არმიის, ასე რიცხვი არმია ვთქვათ, იქ შევიძინე. 3 წელია ემიგრანტის სტატუსი მაქვს, თუმცა ისეთ ქვეყანაში ჩამოვედით, რომ ძალიან ისეთი გენეტიკური პატრიოტიზმი და სამშობლო სიყვარული არ გაწუხებდეს, ემიგრანტად თავს საერთოდაც არ გაგრძნობინებს, ესეთი ქვეყანა არის. რას გულისხმობ ამაში? მიგიღო, მეორე დღესვე მიგიღო. წამოხვედი და რა ხდება აქ? ჩამოხვედი? შორიდან ისე ჩანს, რომ ამერიკაში ხარ, რა გიჭირს. აი ამერიკაში რო ხარ, ეგ გიჭირს რა. აი იქ რო ვერ ხარ, სადაც შენი მოგონებებია, სადაც შენი სიყვარულია დარჩენილი და დატოვებული, სადაც შენი ნათესავების, დედის, მამის საფლავია და რო ვერ მიხვალ, მეგობართან ვერ მიხვალ, აი ეგ გიჭირს რა. ფული არ განსაზღვრავს ბედნიერებას და ფული არ განსაზღვრავს რაღაცა საუკეთესო მდგომარეობას მეგობრობა, ხიმილი, ერთგულება განსაზღვრავს, რომელიც აქ არ გაქვს, იქიდან გამომდინარე რომ დრო არ გაქვს, იმიტომ რომ შენ გუშინ გახდი ემიგრანტი და რომ ყოველდღიურად არ იმუშაო მინიმუმ 10 საათი, უბრალოდ ვერ გადარჩები, ვერ ადაპტირდები, გარემოა ისეთი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და აქედან გამომდინარე შრომა და შრომა მიმდინარეობს. აი რაღაცისთვის ეხლა რასაც შენ აკეთებ, ამისთვის რომ დრო დაიტოვო, ამას დიდი ძალა და ენერგია ჭირდება, იცი?
და მადლობა შენ ამისათვის რომ რაღაც ადამიანებს გვაძლევ იმის შანსს რომ რაღაცა გამოვხატოთ ხო მოდი მაშინ ხარჯებსაც შევეხოთ აი დაახლოებით რა ჯდება შენი ერთთვიანი ცხოვრება ნიუ-იორკში არ მიყვარს ხოლმე ესე და კონკრეტებად შეიძლება არ გაქვს დათვლილი მაგრამ ყველაფერი გამოთვლილი მაქვს ლექსა ყველაფერი გამოთვლილი მაქვს გარდა იმისა რომ წასრიგებული ადამიანი ხარ ზოგადად საკმაოდ ხო ჩემი დღე არ იწყება ადექი გაიქეცი არა ადექი ნელ-ნელა აუცილებლად მუსიკა გარგეზარება ამ სტრესულ და გადარბენით ცხოვრებაში რომ აი ადექი მოემზა ადექი და წადი და მე შენ გიპასუხე როდესაც მკითხე როგორ ხარო მე შენ გიპასუხე სტაბილურად ზუსტად სტაბილურობა თუ ამ ფორმით არ შევინარჩუნე სხვა საქმეში სტაბილურობა უცხო აღმოჩნდება და ვერ გავაგრძელებ იქ და ხო იცი ცხოვრება რისკია ცხოვრება გაძლევს ისეთ რთულ მომენტებს სადაც სტაბილურობას რო დაკარგავ მე რეკარგავ იმ ყველაფერს ცხოვრობ ერთ-ერთ ნორმალურ ჩვეულებრივ ასე ვთქვათ პრესტიჟულიც კი შეიძლება ითქვას უბანში სადაც ცხოვრება ავტომობილი მისი დაზღვევა და ყოველთვიური შენახვა და საკვები იმისაც რომ ჩვეულებრივად რიტმში იკვებო $4000 ოღონდ ეს როგორი $4000-ია იცი რაღაც ზედმეტი რაღაცეები რომ მოგინდეს პირობითად იმის გარეშე აუცილებელი ხო არის $4000 აქ ძალიან ხარი ხო არა და კინა უნდა ცოტა ისე რომ მაგორწინებ და ციფაზებს მაგრამ გენეტიკა მაგარი გვაქვს შენი ესეთი რუტინული სამსახური რა არის ამერიკაში ერთ ჩვეულებრივ დღეს გეტყვი და რის გამო გახდა არაჩვეულებრივი ჩემს მეხსიერებაში ძალიან ადრე გავიღვიძეთ იქიდან გამომდინარე რომ ვაშინგტონში გვქონდა შეხვედრა ერთ-ერთ სენატორთან რაღაცა კონკრეტულ ჩვენ ორ ქვეყანას შორის საკითხებზე გავემზადე სმოკინგი რაღაცა ესე კაცი არ ხარ მივედით ვიმსჯელეთ რაღაცა ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვან თემებზე და ასე შემდეგ რაღაცა და წამოვედით დაახლოებით საღამო იყო როდესაც უკვე სახლში დავბრუნდი და ნახე რა მოხდა დილა რომელიც დაიწყო სენატორებთან შეხვედრით საღამო დასრულდა ასე გამოვიცვალე ეს სმოკინგი ჩავიცვი სპორტულები და წავედი უბერზე სამუშაოდ ტაქსზე ხო ამერიკაში მუშაობ ტაქსისტად რამდენი დიპლომი გაქვს მე საქართველოშივე მჯეროდა იმის რომ ქართველ ტაქსის მძღოლებს ქონდათ ორი დიპლომი ერთი მაქვს ამ ეტაპისათვის თუმცა დიპლომზე მნიშვნელოვანი თითოეული მომენტია რომელიც ჩემ კარიერაში დავგეგმე და ვანხორციელებ დღესაც გითხარი აი ეს შენი კარიერის გეგმები რა არის ის პიკი მწვერვალი რასაც გინდა რომ შენ კარიერაში მიაღწიო და რა სფეროზეა საუბარი და დღეს რას აკეთებ ამისთვის რა კონკრეტული მიმართულებითაც მე ახლა შესწავლის პროცესში ვარ ეს საქმე არის რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს გააღრმავებს სახელმწიფო სტრუქტურული სამსახურია რომელიც ძალიან ბევრს სმენია თუმცა ამის გამჟღავნებისაგან თავს შევიკავებ რატომ შეიკავებ არ შეიძლება თუ უბრალოდ არ გინდა რომ თქვა არ მიყვარს სიტყვა არ შეიძლება ფიქრობ უფრო ჭკვიანური იქნება ახლა და ამ დროს არა რამე ისეთი დანაშაული თუ ჩაგიდენია რომლის აღიარებასაც არასდროს არაპირებ და არავინ არ უნდა გაიგოს რა ვიცი კაცი თუ მომიკლავს თუ არა კი საკუთარ თავში სულელი საკუთარ თავში მიამიტი საკუთარ თავში მიმდობი ძალიან ბევრი მითოლოგია არსებობს სხვადასხვა კულტურების სხვადასხვა ერების არსებული თუ წარსული მოდი მაგალითისთვის ერთ-ერთი თვალსაჩინო არის მაგალითად ბერძნული მითოლოგია ბერძნული მითოლოგიის მიხედვით რისი ღმერთი იქნებოდი? ღმერთი არასოდეს არ ვიქნები და არ ვყოფილი ვარ ჩემს ფიქრებში. ლეგენდარული რაში იქნებოდი ამის თქმით. სხვათა შორის დიპლომატიაში, ანუ მოლაპარაკებებში მეც არ ვიცი რა არის ჩემი ისეთი საუბრისას ასე ვთქვათ, გამოყოფილი ენერგია, რაღაცა ქარიზმა არ ვფიქრობ რა არის, მაგრამ არ კითხო რა არის შენი ქარიზმა? არ ვიცი, ხო ვიცი, ვიფიქრე მეთქი ეს რომ კითხოს, რა უნდა უპასუხოთ, ხო, არ ვიცი, ვერ მოვიფიქრე, იცი. ბევრი რამე, იცი, ბუნებრივად ძალიან კარგი ვარ რა. ოღონდ გეტყვი რა. რამდენადაც კარგი ვარ, იმდენადაც ცუდი ვარ, უბრალოდ არ ვიქმნი იმ გარემოს, სადაც უნდა ცუდად მოვიქცე. თუ საჭირო გახდა, ცუდი ბიჭიც შეგიძლია იყო. ლექსო ბევრისთვის ეგრეც ვარ.
მართლა. ვერასთვის ალბათ ეგრეც. რატო რა? ხო, აი ხო ვერ წარმოიდგენ. რა წარსული გამოცდილებები გაქვს რომ ბევრი ადამიანისთვის ცუდი ბიჭი. კოღოს დენისკამზე არ სვავენ, კოღოს სრისავენ. ხო ხდები? და ძაღლს რომელიც კოღოზე დამაზიანებელია და კოღოზე დიდ ენერგიას მოითხოვს ადამიანისგან, იმას ვეფერებით და გვიყვარდება. ხო ხდები? განსაზღვრა ადამიანის ანუ კატეგორიებად დაყოფა. ცუდი კატეგორია, კარგი კატეგორია. კარგი კატეგორიას ექცევი კარგად, ცუდს ცუდად. თუ აგერევა ცხოვრებაში ძალიან ბევრი რაღაც და გონებრივ პრობლემებთანაც მიხვალწი. სამაგიეროს გადახდა გიყვარს თუ ღმერთს მიანდობ ხოლმე ამ საქმეს? ქართული ანდაზა არსებობს, ჩიტი პტყნათ უნდა ღირდეს. შენი კლონი რო შექმნან პატარა ბავშვი, მოგაბარო ნახსაზრდელად როგორ აღზრდი და როგორ მოუვლიდი და რა სასწავლიდი მთავარს. სიყვარული, ოჯახის ერთგულება, რელიგიის ერთგულება და კაცთა შორის სათნოება ქვია. ამაზე მეც ვერაფერს ვასწავლიდი. კონსტიტუციაში არ ვიცი, საქართველოს ან რამე მსოფლიო ერთი კონსტიტუცია რო არსებობდეს. რა ერთ კანონს ჩაწერდი ან ამოშლიდი შენინება რომ იყოს. მახსენდება ილია ჭავჭავაძის სიტყვები, ხმები არ უნდა ითვლებოდეს, ხმები უნდა იწონებოდეს. წარმოიდგინეთ ახლა ილია ჭავჭავაძემ ეს რა ეპოქაში თქვა და რატო თქვა, ხო ხდები? აი ამას მივესალმებოდი. ადამიანის გონებრივი განსაზღვრელი მდგომარეობიდან გამომდინარე შევარჩევდი ისეთ რაღაცა ერთ კანონს, რომელიც მისი დაკითხვის შემდგომ ან ამოქმედებოდა მის წინააღმდეგ, ან არ ამოქმედებოდა. ვარცები შენიშნავდა გიორგი ანწუხელიძეს, ხო? კი, გიორგი. მოყევი ეს ძვირფასი ნაწილი შენი ცხოვრებიდან. ჩვენ ერთ უბანში ვცხოვრობდით რაღაცა გარკვეული პერიოდი, ქალაქ გარეთ არის ერთ-ერთი დასახლება ასეთი და იქიდან ვიცნობდი გიორგის. თუმცა დიდი შეხება, ხო იცი, ადამიანები სულ ცდილობენ იმის თქმას, რომ იცი, რომ ეს ესეთი ადამიანია, რაღაცები ბევრის გახსენება, მაგრამ არა, სკოლის დარბაზში რამოდენიმეჯერ ერთად გვივარჯიშია და იყო მომენტი, რომ რაღაცა საუბრები გვქონია და ჩვეულებრივი, შენ არ იცი ეს ადამიანი გიორგი ანწუხელიძეა? შენ იცი, რომ ჩვეულებრივი გიორგია რა. ჩვეულებრივი შენი მეზობელია, მაგრამ თურმე არაჩვეულებრივი ქართველი, რომელმაც საქართველოს დაუტოვა მაგალითი თუ როგორადაც კი შეიძლება რომ აი ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში როგორ შეიძლება რომ იყო და დარჩე ქვეყნის მოყვარული. ადამიანებში რა ნიჭის გშურს, რაც სიამოვნებით გექნებოდა, მაგრამ არ გაქვს და იცი რომ რაც არ უნდა იშრო, ეგ ნიჭი ვერასდროს ვერ გექნება. არ ვიცი ეს კითხები შენ საიდან გაქვს, მაგრამ ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი კითხვა, იქიდან გამომდინარე რომ შურს იმის, რომ ვერ ვცეკვავ ქართულად. აჭარულს რო კარგად და არა მარტო აჭარული, მთიულური, სვანური და ვერ ისწავლე თუ არა, ჩემგან არ გამოვა მოცეკვავ. ეხა ხო ვიცი რა. ტიპაჟი არ ხარ რო ეგამ ლექსო ნახე რას გეტყვი. ყველაზე კარგი პასუხი საკუთარ თავში დაბადებული კითხვების არის სარკესთან, სხვათა შორის ბრიტანული მეთოდია, სარკესთან დადექი და მაშინ იფიქრე იმაზე, რისი პასუხიც გინდა იპოვო. აი, შენი თვალები გეტყვის, რომ შეგიძლია თუ არა. ხო, მაგრამ ანუ შევღეხა ძიმე წონა შენ არ გაწუხებს არაფერი, გეცეკვა. არა, ვიცეკვე და გეუბნები. ოკეი, სადი ესე. არა, ლექსო. არა, ჩემი მართლა არა ცეკვა, თუმცა აი როცეკვა იწყება, ხვდები რომ ზარღვებში სისხლი გიუხდება, მაგრამ შენ არ შეგიძლია. ხო, გულის ცემა სხვანაირად მიდის რა, ხვდები უკვე ხო რა. ყველაზე მეტად ვინ გიცნობს სამყაროში? დედა ჩემი. დედა მიცნობს ყველაზე მეტად. იმაზე მეტად მიცნობს დედა, ვიდრე მე მგონია რომ ვინმე უნდა მიცნობდეს. ან საერთოდ რო ვფიქრობ რანაირად მიცნობს დედასთან ხო ყოველდღიური კონტაქტი. ნუ კი გვაქვს ყოველდღიური. ალბათ ხასიათობრივად, შენი ხასიათები იცის თორე შენი შავნელი ცოდვები და საიდუმლოებები არ ეცოდინება. ლექსო. ხო იცი ზოგჯერ თქმას ჯობს, არა თქმასა ზოგჯერ თქმითაც დაშავდებისო. ხო და დედა არჩევს ალბათ იმ მომენტებს, რომ ის გაგძნობინოს, რაც მაგან იცის, რომელიც შენ არ დაგაბრკოლებს, თორე დარწმუნებული ვარ, იმ ადამიანის ნაწილი ხარ შენ, რომელმაც შენზე ყველაფერი იცის, ისიც და ისიც ფიქრობ. თუმცა არის რაღაცები, რომ არ იცის და ლექსო უმალავთ დედას, ეხა დედამ რო იცოდეს, რომ პირობითაც ეხა საჭმელი არ მიჭამია, რაღაც 10 საათი ინერვიულებს, 10 შენო თავი აქ თქვი. დედას ბიჭი ხარ, აი დედიკოს ბიჭობა რაღაც პერიოდი საქართველოში ძალიან ცუდ ტონად აღიქმებოდა და სუსტ ბიჭობაში ითვლებოდა. მე ეს
გაქარწყდა ვიღაცების შეიძლება ისევე სიარი, მაგრამ ვიღაცები პირიქით სიამაყით ამბობენ, რომ მე დიახ, დედიკოს დედის ბიჭი ვარ. შენ როგორ ხარ? დედიკოს ბიჭი ხარ? დედიკოს ბიჭი ვარ. იცი რატო? იცის რამდენად იყოს ჩემს ცხოვრებაში. და ხო იცი ისეთი დედა არა, რომ მე ესე ერთს მეუბნევა რა. ერთიო რომ კარებს გაიხურავ, დედა არავის შეაგინებინო, ბიჭო, ეხლა მთიული ქალია და მეორე ისეთი გოგო არ შეიყვარო, რომ მევჯობდეო რა. აი გეხვეწებიო რა, ეგეთი ვარაო და ეგ ძალიან მაგარია. სწორ დროს და სწორ ადგილას, როდის და სად მოხვდი? ერთი ის რომ აქ და ახლა ძალიან ბევრ მომენტში აღმოჩნდი იმ ადგილას, რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მაგაზე მეტი მიღბალი რა გინდა და მაგაზე მეტი კარგი სიტუაცია რა გინდა, სადაც მოხვდი შემთხვევაში, სადაც ადამიანი იღუპებოდა და შენ პირობითად მას დაეხმარე. როდის გაიგე, რომ თოვლის ბაბუა აღარ არსებობდა და იმედგაცრუება თუ იყო ეს შენთვის, ანუ ისეთ შენი გმირი თუ იყო მთავარი? გაგიკვირდება. 96 წლის იანვრის პერიოდი იყო, როდესაც აცხონოს ღმერთმა მამა ჩემმა სათამაშო მოიტანა და ბალიშის ქვეშ ისე შედო, რომ მე ეს გავიგე და მეორე დღეს მეუბნებიან, რომ თოვლის პაპამ დადვარ და ვიცოდი, რომ მამა იყო. სიტყვები შენ გენაცვალე. ეს არის ერთ-ერთი მთავარი სიტყვები ქართული, რასაც უცხოელებიც კი სწავლობენ ხოლმე პირველი. შენთვის რას ნიშნავს ეს სიტყვები და შენ ვის ენაცვალე ან ენაცვალები ოჯახის წევრებს. ჩემს სისხლს, ჩემს ხორცს, ვინც კი არსებობს და რა თქმა უნდა ჩემს მეგობრებს, ეს გულითადი ნათქვამი ესაა. თუმცა არსებობს მომენტები, როდესაც რაღაცაზე გაბრაზდები, შეგენაცვალე, ესეთი გამოთქმა ერთგვარი, ცოტა ცინიკური გამოთქმა, შიც გამომიყენები ეს, შეგენაცვალე. რაღაც თან ვანუ გეშებთ, ან ვეუბნები, რომ რაღაცა დარჩი მან სადაცხარ. აქეთ არ იქნება შენთვის სასიამოვნო გარემო. სამარცხვინო ჩვევა თუ გქონდა, ან გაქვს ან აი რაღაცას რომ შეყვე მე მაგალითად ერთხელ ინდურ სერიალზე შევჯექი. ჩემ მეგობრებს დავწინოდი ინდურ სერიალებს როგორ უყურებ მეთქი და მათთან ერთად რამდენჯერმე რომ მივიდოდი ხოლმე და რომ უყურე და ესე მეც ვიჯექი და უყურებდი და ამ სერიალზე შევჯექი ერთხელ მთელი წელი ინდურ სერიალს უყურებდი. აი რამე ესეთ სასაცილო სამარცხვინო რამე ამბავში ხო არ იყავი? არა მსგავსი არაფერი იცი სულ ფიქრობ ხოლმე რომ ისეთი რაიმე არ მოხდეს რომ მე საკუთარი თავი კითხებს დამისმის. მოჭიმული ხარ რომ რამე არ შეგეშალოს, აი რამე შენს ჩარჩოებიდან არ გახვიდე? შენ ვიცი ახლა მაგას რატომაც მეკითხები, ზუსტად ვიცი იმ შტაბეჭილება რჩება. კი, ბუნებრივიც არის. მიუხედავად იმისა შეიძლება არ ვამჟღავნებდე მაგას, იმაზე მეტად ვაკონტროლებ და ვეუფლები ანუ საკუთარ თავს, რომ არ გავაკეთო ისეთი ქმედებები, რომელიც მაგალითად ჩემ ხასიათში არ ჯდება, რომ მე აი როგორც გითხარი, რომ საკუთარ თავმა, საკუთარ ქვეცნობიერმა არ დამისვას იმაზე კითხები, რომ რა გავაკეთე. ვერ წარმომიდგენი. ხო, თავაშვებული ეხა რაღაცა არა და წარმოიდგინე, ხო იცი, მედლის ორი მხარეა და ეგ საკითხია. სხეულის მთავარი სიამოვნება რა არის შენთვის? მაყოფილება, ლექსო. სხეულის. ის მოცემულა. ნუ გაურბი ხარ, არ გეკითხები მე სულიერ სიამოვნებაზე. ბავშვობიდან აი თმებზე რომ ეფერებოდნენ, აი ეგ მომწეს. და ეხლა თმებზე რომ შემეხო, შეიძლება ცუდი რაღაცეები მოხდეს. რა მოგცა და რა წაგართვა ემიგრაცია? მომცა და გამიხანგძლევა გონებაში ის ფიქრი, რომელ ფიქრშიც ჩემი მიზნები არსებობს, რომელ ფიქრშიც ხედავ მე ჩემს მომავალს, დაოჯახებას, შვილებს, ჩემს ვენახს, რაღაცა ოაზი, ყურძენი, ჩვენი ტრადიციული. თუმცა რაღაცა მასშტაბი გაიზარდა წლების, რადგან მოვშორდეთ, ახლა დედამიწის მეორე მხარეს ხარ რა, რომ მეკითხებიან, რომ რამდენად როდის ჩამოხვალ, ვერ ჩამოვალ, რატო შორია, არა. შორი მანძილით არა, შორი წლებითაა. 12 საათი გვაჩვენებს, მაგრამ წლებითაა შორი, არა, სიტუაციებითაა შორი, მანძილით შორი არ არსებობს, დედამიწაა. ღვინო, ვაზიო, კარგი ღვინის დაყენება შეგიძლია? ვას როგორ მოუარო, გინდა არ გინდა, თვითონ ვაზიც გეტყვის და გაიგებ. ანუ ერთმანეთის ენას ქართველი და ვაზი ყოველთვის გაიგებს. უნდა დაუბრუნდ ჩემ ქვეყანაში. ანუ დაკარგული ქართველი არ ხარ, ხო, როგორ შეიძლება ქართულად საუბრობთ, აბა ეხა და საუბრობთ ამდენი წუთია ჩვენ გადაცემა
თემა გვაქვს 2 საათია მე მგონი ვწერთ და საქართველოს ხო შეგვიძლია მილიონ თემაზე ვისაუბროთ მართლა მილიონ თემაზე შეგვიძლია ვისაუბროთ ეს დაიკარგება არა ეს იმდენად დევს უკვე ხა 37 წლის ასაკში რომ ეს დაკარგო მაშინ დასაკარგი გაქვს ცი აი რას დადიხარ თუ მოგონებები არ გაქვს არ გიცხოვრიაო და მე მიცხოვრია და საკმაოდ ისე მიცხოვრია რომ სადაც მოგონებები მაქვს იმის სიყვარულიც გამაჩნია ამ თეთრი კეტების ქვემოთ ჩვენი ფესვები მაინც გეძახის თავისუფალ დროს მუშაობ ტაქსზე როგორია აი ეს სამსახური როგორი არიან კლიენტები ხომ არ ჩხუბობენ ხოლმე პრეტენზიები ხომ არ აქვთ ან შენ ხომ არ ეჩხუბები თუ პირიქით სასიამოვნოა მოლაპარაკე მძღოლი ხარ თუ მძღოლი რომელიც ჩუმად არის შესწავლის პროცესში ვარ ინგლისურის ეს პრაქტიკა სად უნდა გადავიტანო იმიტომაც მუშაობ ერთ-ერთი მიზეზი გარდა იმისა რომ ფინანსური შემოსავალი აქვს რომ მე მათ ვესაუბრო გავტესტო სიტყვები გავტესტო ქმედება ურთიერთობები ვესაუბრო მუსიკაზე რაღაც ასტროლოგიაზე რელიგიაზე ნებისმიერ რამეზე უბრალოდ მომენტი უნდა დავიჭირო თანა გარდა იმისა და მიხდე გუმანით რომ იმ ადამიანს არ ექნება პრობლემა რომ შენ ესაუბრო თორე შეიძლება იფიქროს მკერავსო და რეკორდი და არა აქ ვიღაცა რაღაცას არარეალურად არ ფიქრობს ჩვენი ინტერვიუ ახლოვდება დასასრულს რამე თემა ხომ არ არის რაზეც გინდოდა საუბარი და არ შევეხე არ კითხე რას დაამატებდი დღევანდელ გადაცემას იმ ძირეულს არ მოუწყდეთ რომელიც შემდგომ მერე პრობლემებს შეგვიქმნის და ის ძირეული არის ის ურთიერთობები რომელიც მაგალითად მე შენთან დავამყარე ჩემ სხვა მეგობრებთან დავამყარე თუ ჩვენ ამ გზებს მოვსპობთ და რაღაცა მიზეზით ანუ ასე ვთქვათ გავამართლებთ ვიცი დრო არ მქონდა ვერ შეგხვდი დრო არ მქონდა ვერ გნახე ეს გააციებს ურთიერთობებს და აღმოჩნდები მარტო ქართული სასტავი ყავს აქ კი როგორ არა ჩვენი სამრევლოდან ძალიან ბევრი ჩემი მეგობარია და გარდა იმისა სამრევლოსი რომელ ეკლესიაშიც მე დავდივარ და ადამიანები იმდენად კარგად გავიცანით ერთმანეთი რომ უკვე მიყვარან ახლა არ მისმან რომ ნახავთ ყველანი მიყვარხართ რადგან ემიგრაციაში ვართ და ეს გადაცემაც უფრო გათვლილია რაღაც ემიგრანტებზე რაღაც იმედის მომცემად ან რაღაცა ინფორმაციულ წყაროთ მე მინდა ერთი ის დავამატო რომ ისევ და ისევ დრონი მეფობენ და არა მეფენი არ მეფობს ჩვენში დღევანდელი პრობლემები ის მიზანი გვახსოვდეს რომელ მიზნისთვისაც ღირს ის ბრძოლა რასაც ახლა თქვენ თითოეული გადიხართ მე კარგად ვიცი თითოეული ქართველის წვალება, შრომა, ფსიქოლოგიური, ფიზიკურზე აღარც არის ცილებს საუბარი, აქ უფრო ფსიქოლოგიურზეა, რომელმაც ადამიანები ძალიან დაანგრია. მაგრამ ყველაფერი გაივლის და ყველაფერი მაგრად იქნება, თუ ჩვენ არ დავნებდებით. აბა რა. კი. ეს იყო გურო ყვიფშიძე. მადლობა იმისთვის, რომ დამითმე დრო და იყავით ჩემი გადაცემის სტუმარით. მე კი გემშვიდობებით მომავალ გადაცემამდე არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა, რომ არ გამოგჩეთ სიახლეები. დროებით.